გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ნათია. ჩვენს რუბრიკას ქვია ამბები წმინდანებზე ბავშვებისთვის. დღეს ჩვენ მოგიყვებით და გიჩვენებთ ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი წმინდა მამის გაბრიელ ბერის ბავშვობაზე. ერთხელ პატარა გაბრიელი ორი მეზობლის კამაც შეესწრო. ერთი მეორეს ეუბნებოდა. კაცო, რა ქრისტესავით ჯვარს მაცვი? პატარა გაბრიელს ამ სიტყვებმა დააინტერესა. მიირბინა იმ მეზობელთან და შეეკითხა. ბატონო, ქრისტე ვინ არის? ან ჯვარს რისთვის აცვეს? მეზობელმა უპასუხა. შვილო, მე არაფერი ვიცი, ისე წამომცდა. აი იქ ეკლესიაა. მიდი, ნახავ ჯვარს მუქრისტეს და გეტყვიან ყველაფერს მის შესახებ. ხმაწვილი მაშინვე წავიდა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. იხილა რა ჯვარცმა შეძრწუნდა და მოეფერა იესოს. თან სიყვარულით ჰკითხა. იესო, რისთვის გაცვეს ჯვარს? ამ ფაქტს შემთხვევით ეკლესიის დარაჯი შესწრებია და უთქვამს პატარა გაბრიელისთვის. ყმაწვილო, მაგ ჯვარს მის შესახებ ყველაფერი ქრისტეს ისტორიის წიგნში წერია. ამის შემდეგ პატარა გაბრიელს ფულის შეგროვება დაუწყია. საყიდლებიდან მორჩენილ ხურდას ინახავდა და ასე შეაგროვა 7 თუმანი. ერთ დღეს თავის სახლთან ახლოს ნავთლუღში წავიდა წიგნის საყიდლად. ბატონო, სად შევიძეთ წიგნს ქრისტეს ისტორიაზე? არ ვიცი შვილო. ყმაწვილს წიგნი რომ ვერ ეპოვა, შინისაკენ დაღონებული ბრუნდებოდა. ამ დროს უკნიდან ვიღაც თეთრ წვერად თეთრებში ჩაცმულმა ბერიკაცმა შემოსძახა. შვილო, აქ რას დაეძებ? ქრისტეს ცხოვრებაზე ისტორიის წიგნს, ბატონო. მე ვყიდი ქრისტეს ისტორიის წიგნს. აი, თან მაქვს. მართლა? რა ღირს, ბატონო? 7 თუმანი. აჰა, ინებეთ, ზუსტად 7 თუმანი მაქვს. პატარა გაბრიელმა გამოართვა თუ არა ბერიკაც წიგნი, დახედა და შეკრთა. რადგან ყდაზე ქრისტეს ისტორიის მაგივრად სახარება ეწერა. მე ხომ ქრისტეს ისტორია მინდოდა. ხომ არ მომატყუა? მიბრუნდა მოხუცისკენ, თუმცა ის იქ აღარ დახვდა. აქ თეთრ წვერა თეთრი სამოსით წიგნის გამყიდველი ხომ არ გინახავთ? არა, შვილო, არ მინახავს. ყველასგან უარი რომ მიიღო, დაბრუნდა სახლში და შეუდგა წიგნის კითხვას. ბავშვებო, ეს იყო პირველი სასწაული ბერი გაბრიელის სიცოცხლეში. მას შეხვდა ის ადამიანი, რომელიც ზუსტად იმ წიგნს ყიდდა, რომელსაც თვითონ დაეძებდა. პატარა გაბრიელს უკვე ძალიან უყვარდა ეკლესიაში ყოფნა. ის ხშირად სტუმრობდა მონასტრებს, ალაგებდა სარდაფებს, საკუჭნაოებს, ეხმარებოდა ბერებს სხვადასხვა საქმეში. ზიარებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა. დილის 6 საათზე უკვე ტაძარში იყო მისული. მშობლებს ვერ გაეგოთ ბავშვის ამგვარი ქცევა. ფიქრობდნენ, რომ პატარა გაბრიელს ასე მუდმივად ეკლესიაში ყოფნა და ლოცვა კარგს არაფერს მოუტანდა. ყმაწვილი დედისგან მალულად კითხულობდა ხოლმე სახარებას. ერთ დღეს დედამ, პატარა გაბრიელი, როდესაც დაინახა წიგნით ხელში, განრისხდა, გამოართვა სახარება და საკანალიზაციო მილში ჩაუგდო. თან გააფრთხილა. მეტად აღარ გაეკარო. მაშინვე ამოიღო საკანალიზაციო მილიდან სახარების წიგნი და გაწმინდა. სიყვარულით გურში ჩაიგრა და სახლიდან წავიდა. სახლიდან წამოსული პატარა გაბრიელი ეკლესიასთან ახლოს ძირს ჩამომჯდარიყო. მტირალი ერთ დედაკაცს დაენახა, შეეცოდა და შინ წაიყვანა. შენი ტოლი შვილი მყავს. ერთად ითამაშებთ და ერთად იქნებით. ეს ქალი გახდათ მარგო, რომელიც მკითხაობით ირჩენდა თავს. მასთან სამკითხაოდ ბევრი ხალხი მიდიოდა. ერთხელ მარგო ავად გახდა. პატარა გაბრიელს წუხარეთ უთხრა. გაბრიელ, ახლა ეს ხალხი როგორ მივიღო? ასე ავად მყოფმა. პატარა გაბრიელმა დაამშვიდა. ნუწუხარ მარგო, ხალხს დღეს მე მივიღებ. მართლაც, ყმაწვილმა ის დღეები, მანამ სანამ მარგო გამოჯანმრთელდებოდა, ხალხი თავად მიიღო. პატარა გაბრიელი განამკითხაობდა? არა, ის უფალზე ესაუბრებოდა ხალხს, სიკეთესა და სიყვარულზე. იმ დღეებში ღვთისგან ისეთი დიდი მადლი მიიღო ყმაწვილმა, რომ მასთან მისული ადამიანების სახელების ამოცნობაც კი შეეძლო. მარიამ სახარებიდან უფალი გვასწავლის. საიდან იცი ჩემი სახელი? და არა მხოლოდ სახელის ამოცნობა, არამედ თუ რა მოელოდათ მომავალში ისიც კი. პატარა გაბრიელმა მარგოს სამლოცველო კუთხეც კი მოუწყო.
იქ მისულ ხალხს არ იგებდა, ასწავლიდა ლოცვასა და ბოროტისგან თავის დაცვას. ხალხი უამრავ ფულს უტოვებდა, ის მას უკლებლივ მარგოს აბარებდა. თავად მარგო აღარ მკითხაობდა, ყველა უკვე პატარა გაბრიელთან მიდიოდა, ყმაწვილი კი ხალხს სახარებას უკითხავდა. აი გაზაფხულზე კი დედამ თავისი ქცევა მოინანია და პატარა გაბრიელი სახლში დააბრუნა. 12 წლის იყო პატარა გაბრიელი, როდესაც მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერს ეწვია. მას იქ დედა ანუსია შეეგება. იგი დიდი სიყვარულით მიიღეს დედებმა და დააპურეს, მაგრამ მისი მონასტერში დატოვება ვერ გაბედეს. ხუმრობით უთქვამთ მისთვის. ლამაზი ყმაწვილი რომ ხარ, ამიტომ აქ ვერ დაგტოვებთ. მონასტრიდან გამოსულმა პატარა გაბრიელმა იქვე კარიბჭესთან წამოწვა, თავქვეშ ჩანთა ამოიდო და ჩაეძინა. გამოეღვიძა თუ არა, ჩანთა აიღო პურის ნატეხები რომ აეღო. ჩანთის ქვეშ კი დიდი დაგრაგნილი გველი იხილა. არ შემკრთალა ყმაწვილი, შვიდად გადასახა ჯვარი და გველიც მაშინვე გასრიალდა. ერთხელ პატარა გაბრიელი სვეტი ცხოველში მივიდა. შემოდგომის პირი იდგა, საოცრად ციოდა. არის აკვინმე? ხმა რომ ვერ მიაწვდინა მონასტერში მყოფთ, იქვე კართან წამოწვა. სიცივისგან გათოშილს არ დაეძინა. ამ დროს უეცრად სადღაციდან ძაღლები გამოჩნდნენ. ახლოს მიუსხდნენ პატარა გაბრიელს, გაათბეს და ჩააძინეს. დილით ყმაწვილი ძახილმა გააღვიძა. შვილო, გაიღვიძე. მონასტრის საძმო შეწუხებული იყო პატარა გაბრიელის შემხედვარე. ჩვენ როგორ ცხონდებით, ბუმბულში გვეძინა. პატარა ბავშვი კი ქვაზე სძინებია. ყმაწვილი მაშინვე შეიყვანეს მონასტერში, გაათბეს და დააპურეს. ბოლოს მამებმა პატარა გაბრიელი ლოცვითა და კეთილი სურვილებით გამოაცილეს. ერთ დღეს ვიღაც კაცი ეკლესიის გზით სახლში მიდიოდა. ტაძარს რომ მიუახლოვდა, დაინახა ყმაწვილი გაბრიელი, რომელიც ეზოს ნანგრევებისგან ასუფთავებდა. აქ რა საკეთებ, შვილო? შენ ჯერ პატარა ხარ და თან სუსტი. ამ ლოდებს როგორ გადააგორებ? მეც კი არ ძალმის ამის აღება, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ვარ. ბატონო, სცადეთ, იქნებ აიღოთ. კაცმა სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაძრა უზარმაზარი ლოდი. ბატონო, მოდით გაჩვენოთ თუ რა შეუძლია უფალს. პატარა გაბრიელმა პირჯვარი გადასახა უზარმაზარ ლოდს და ხელებით მაღლა აიტყორცნა. კაცმა ამის შემხედვარემ წამოიძახა. მადლობა უფალს ესასწაული რომ მანახა. ღმერთს კიდევ ყოლია ამ მიწაზე თავისი გამორჩეული ხალხი. დიდება უფალს. ბავშვებო, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ პირჯვრის გადასახვით თვითონაც შეძლებს ლოდის აწევას ან რაიმე რთული დავალების შესრულებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფალის სასწაულს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გვივლენს. დაგვიწერეთ კომენტარებში, გავაგრძელოთ თუ არა წმინდა ბერ გაბრიელზე ამბების მოყოლა. ნახვამდის.